დღეს Prime House-ში ნახავთ. ხალხო, სად მოვედი ერთის? ნეტა პროექტის დროს ესეთ პილოტი ყოფილიყო. შენთან ურთიერთობაში არა ვარ და შენ ვერ გადამით. საერთოდ არ მეკონტაქტება. 1 2 3 წავიდა. ეჭვი მეპარება, რომ მაგეთი გაჩოლიჩებული არ არისო. არ ვიცი. ეს რა არის ხა? ესე იჩხუბოს რაღაც მაგიდები. არა მომისი რა ხდება? კიცად არის. თავზე დამამხო და წავიდა. რა? ამას უყურა. რა სისულელია თო? ამას უყურა. გიო ხელი დაგატყატო. სუპერ. მე დღეს დავი პროექტს და სამეული რჩება. იმინე ეს კიდევ ყველაფერს ხო ვაფშე? გათენდან გუშინდელი მაგარი წვეულების შემდეგ პოზიტიური დღე იწყება. გუშინდელი ღამე ყველა ერთად შევიკრიბეთ აი აქ ოთახში და ყველას ერთად გვეძინო, მაგრამ გიო გაიპარა ჩვენი ჟიური, პატრიცემული ჟიური სიტყვა ჩვენთან ერთად ვიჭორავეთ, ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ვიცეკვეთ. კიდე გუშინ მაგარი ჯგუფი ყავდა სტუმრად. ისეთი მაგარი საღამო მოგვიწყეს. ახ ვთოვანებული ვარ. მე მგონი რომ გუშინ ძალიან აურიეთ და ერთი ამბავი იქნება სამზარეულოში. ეხლა წავალ. დავიწყებ დალაგებას. ძალიან არეულობა შეიძლება იყოს. და მოვედით. ოი. ეს მართლა დასალაგებელია ეს ყველაფერი. არა უშავს. კიდევ კარგი გიორგის მალე ავდექი და სწრაფად დავალაგებ რომ არ გაბრაზდეს. დღეს გვაქვს ლაიკი დისლაიკის ჩელენჯი. ძალიან მინდა რომ მოვიგო. იმიტომ რომ ეს ერთგვარი სტატუსია ასე თუ ისე მე ხელშეუფხებელის თემა ხარ და ძალიან მინდა რომ მოვიგო და თუ ვერ მოვიგე ვინც მოიგებს იმას შეარგოს ღმერთმა. ესა რო იძახიან აი დაბადების დღე როდის გაქვს? დაბადების დღეს არ აქვს მნიშვნელობა ჩემი აზრით. დილა რო თენდება და შენ რო ხედავ რომ აი გათენდა და ამ ცისფერ ზეცას რო უყურებ, ისედაც იმას ნიშნავს რომ შენი დაბადების დღეა. დილა მშვიდობისას საქართველო. ხმა მეკარგება და მეკარგება როგორც ჩანს. ფინალში საერთოდ ხმა და მეკარგება ალბათ უკვე გამარჯვების თქმის თავიც არ მექნება. რადგან ისე მე მიყურებთ, ეს ნიშნავს იმას რომ გუშინდელმა გულაობამ მაგრად ჩაიარა და ცოცხალი ვარ. გადავწყვიტე ზოგადად ეს დამერღვია ჩემი ტრადიცია, მე ხო თქვი რაღაც ვალაგებ რაღაც ვეწყავს ეს შემდეგ და დავიწყე ეს ტრადიცია ძალიან ბედნიერმა. ჩამოვედი ხმა წონს მივირთმე და ვარ არაჩვეულებრივ განწყობაზე. აი ხური ყვაკ. დედა ჩემო მასწავლა ბავშვობაში რომ აი ჭუწას
აი ეს მომენტი გზეცხილია. რა წითელი იყო ხო ხედავ? შავღვინოში ალუბლები ბანაობენ. ეკატუჩები დასალევად მენანება. მე ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები. გზას მივნოს და ეგ სიბრმავეც მე ნატრება. გუშინ მიცეკვია სტრიპტიზი, ესე გაიძახის ყველა. მაიკის ზემოთ გახდას, მე სტრიპტიზს ვერ ვუწოდებ. სტრიპტიზია, როდესაც იხდის სულ ადამიანი. გუშინ რა დღეში ყავი ბიჭა? რო გაიხადე და რო ცეკვავდი სტრიპტიზს. მე არ გვინდა მეზდარება ეხლა. გიჟებული ყავი და დამეხია შეთვის კალთები. გიო როგორი მაგარი სტრიპტიზი გწოდნია ბიჭო, ამას მიმალავდი. მართლა მომეწონა. გაიხადა. მაგარი. ანა შენთან ურთიერთობაში არა ვარ და შენ ვერ გადამიწევ მე სად გავიხდი და რას კამერების გამო. არა, ბაზარი არა. ვაპირებ რომ გავაკეთო საუზმე მოუმზადო ჩვენს ბავშვებს. ესე იგი, ეს კიტრი. ეს მეორე კიტრი. პამიდორი. გიო მე მგონი ნაბახუსებზეა და მე მგონი ხასიათზე ვერ არის. საერთოდ არ მეკონტაქტება, არა უშავს მგონი მოახასიათზე. დიდი იმედი მაქვს. ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ, უბრალოდ მძიმედ ვარ, გუშინდელი გულობის მერე. ჩემი საუზმე დასასრულს უახლოვდება. დაახლოებით 1 წუთში კვერცხი მოიხარშება, მალე სუფრას გავაწყობ და ავალ ცოტა ხანში დავუძახებ პატრიკს და სალომეს. ბავშვებო, ადექით რა, მე გაგიმზადეთ საუზმე. სალო, ადე რა, პატრიშკო, ადე რა, საუზმე გავამზადე. კვერცხი მოუხარშე, ყველი, კიტრი, პამიდორი, სათვალე დაგივარდა. პატრიკ. თქვენი ლამაზი თვალები ჭირიმი, ადექით გამომყევით გთხოვ. ჩამოვა შევასიცეთ, მართლა. კროი, იცოდე, სიტყვას ვენდობი. სალამე. დემო. კაი. საუზმოთ მარტო მე და სალომე. ყველა შეუძლია რაღაცაზე უარი თქვას. გიო. არჩია შენ. არა, მადლობა ხო ჭამემე, მადლობა. მოგვირგვინოსნებო დილამშვიდობისა ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ სულ. პატრიკ. პატრიკ. მე ჯანმრთელობა პროექტის მოგება. ძალიან გთხოვთ, ვინც და ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც გულთან მიტანეს ყველაფერი არის ჩემი შეყვარებული კახი. პატრიკის ან ვინმე გაიწოს მაგაზე ლაპარაკი.
გააჩერე. კომენტარებში იცი რა გუშინას წერდნენ, ანუ გიორგის რო ეძახოდნენ ეჭველი განძრაღაცაო, აი ამ სამეულმაო გიორგი ანგელოზე გამოიყვანა. რო ანუ გიორგისო იმენა გადაუჯოყრენა. ой хорошо машина ხოდა ხოხტები ასკეო. არც კარგი თქვა, არც ცუდი თქვა. ხო. ხო ხედავ რო არ ვამბობ მე ხო გაიდა უყოლებ ყველაფერს. ცეცხლზე იმენა ნავცას ხავშე ცეცხლს გეცე. დაივიწყე მაგ თემაზე როდესაც ლაპარაკს დაიწყე. არა ლაპარაკო არა. ლიზი! სადა ქალბატონი? ლიზიკო სადა ხარ ლიზი? წამო ჩემო გოგო წამო. წამო. ცეკი ყველგანს ძინავს. ყველგან. წამო ეხა შენ სახში. ეხა ლიზის უნდა ვასწავლო ყველგან რო არ იწვეს, არა ყველგან წოლის უფლება კი აქვს, მაგრამ ესე რომ ყველგან არ იწვეს, მაინც უნდა ვასწავლო თავის სახში შესვლა და იქ დაწოლა. რომ მიხვდეს რომ იქ არის ძალიან კომფორტული ლიზი. შეხედე ლიზი, მოდი. ნახე. შეხედე. კუ, ესე დაძექი. რა თვალებით მიყურებს. კუ. აი ესე დაძექი, აი თამაში. მოწოდეჩო. აჰა. შენი საჭმელებით, აჰა. დასაფენიც მოუტანეთ, კიდე რაღაცებს მოუტანთ ნელ-ნელად და ესე უფრო რბილად დაწובה და უფრო კომფორტულად იქნება თავის სახლში. კიდე მოუტან სხვა სათამაშოებს და გონია რომ შეეჩვება უკვე აქაურობას. არაფერზე არ ინეზებულო, აქედან ყველაფერი წყნარდება, დროის ფაქტორია. ხო იცი რომ მომენტია რომ ცეცხლი ამბავია. ისოდე რომ შენს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, ცდილობენ რომ რაღაცნაირად დაგაგნონ, მაგრამ შანსი არ აქვს ძალისწები, აი ამითაც შანსი არ აქვს. მე უბრალოდ რაც გთხოვე, გავარდნე მოთამაშეს სიტყვა არავის ათქმევინო და შენ დათქვა. და დანარჩენი აქედან შენ იცი არ მიავართ. ანუ არ დანებზე. მე ახლა გავშლი ორაკულებს, ოკეი? ოღონდ კითხვა იქნება, კითხვასაც მე დავსვავ და უბრალოდ სამ კარტს დავალაგებ აქ. ესე იგი ვალაგებ ესე პირველი კომბინაცია, მეორე კომბინაცია და მესამე კომბინაცია. აქედან არჩევნას გააკეთებს თვითონ ხალხი. მივცემ ერთ წუთს, რომ ამოირჩიოს რომელი კარტი მოუნდება. იმის და მიხედვით კითხვას დავსვავ და ვიტყვი ვის რას ეუბნება ანგელოზები. კითხვა იქნება დასმული ესეთი. რა უნდა იცოდეს პირველ ვარიანტმა? რა უნდა იცოდეს მეორე ვარიანტმა? და რა უნდა იცოდეს მესამე ვარიანტმა? პირველი, მეორე, მესამე. ანგელოზი გეუბნება, რომ შენს თავსო დაუჯერეო, იყავი შენ თავში დარწმუნებულიო, მეორე ვარიანტი. დარწმუნებული და ბედნიერი იყავიო. და მესამე ვარიანტი. ახალი სიყვარული მოდისო შენთანო, ან იმ ძველ სიყვარულს ურიგდებიო, ვისთან ერთადაც იყავიო რა? ლიზი. რა ქნას? ჰაერზე უნდა. ჩემსავით არის, რა გააკეთოს? არ უნდა სახლში, უნდა ჰაერზე ყოფნა. ხო? ჰაერზე უნდა, ჭდილში უნდა, უდარდელად უნდა ყოფნა. ჩემი გოგო, ვინ არის? ჩემი გოგო, ვინ არის? ვინ? აი. გამარჯობა. მოვედით, დღეს ჩელენჯის დღეა და მოგესალმებით. გამარჯობა. მეგობრებო, პირველ რიგში უნდა მოგილოცოთ ძალიან წარმატებული ლაივი, სადაც 77,200-ზე მეტი მაყურებელი ერთდროულად და 1,200,000-ზე მეტი ხმა შემოვიდა. მეგობრებო, ალბათ ყველანი ხვდებით, დღეს არის ჩელენჯის დღე. გვეშინია ჩელენჯი გამარჯვებული მოიპოვებს ხვალინდელი აუთსაიდერების გამოვლენის ცერემონიალზე დამატებით ან მოწონებას ან არ მოწონებას. ეს რა თქმა უნდა. მოკლედ დღევანდელი ჩელენჯისთვის მივდივართ ორბეთის მწვანე სივრცეში.
მოიცადეთ, ახლა სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის. გოჩი სტუდიაში ამ ჩაჩა მარტო არ იქნები და იქნებიან ვინც პროექტი დატოვა მონაწილეები და მათთან ერთად გავერთობით. და ისინი თქვენ გიგულ შემატკივრებენ. ხალხო, სად მოვედი ეს რა? ჯეროდეს. აი, ეხლა მარტო სად ვარ? ხალხო. შეიძლება შევეხო აქავრობა? ლიზი საქმე. ლიზი სად არის? აურა კაი ძალიან მიხარია რომ ესე გაგიხარდათ ერთმანეთის ნახვა ნეტა პროექტის პროცესებში ვაყავთ მაგრამ ეხლა შეგიძლიათ აბარგდეთ და წავიდეთ არა გასვლის დროა Let's go. ბრძოლის დროა მეგობრებო. აი ეს მომენა ტრაიექტი ჩამოვდიოდი ყოველ დილით და აი ეს. ანუ აი ხარა ბედნიერი ვარ. ხალხო, დაკაია, მაგრამ აღარ ჩავდის. ჩამოვა. ჭკუაძე არა შეგეთ. ვაიმე. ორი ლიზი შეხვედრა, ხო აღიარე რომ ვული. ძალიან მოვლილია და გაზრდილია სხვათა შორის გასუფებული და ჩაშოქებული. კაისჭამს, კაისვავს, კაისძინა, კაიგულაობს, მეტი რა გავაკეთო. ძალიან თეკარებია. აი. ორი ლიზი. ორი ლამაზი ლიზი, ერთი ლამაზი და მეორე ლამაზი, ორივე ლამაზი. ისე მომენატრა აქაურობა და ეს ან ეხლა ვაფშე სხვანაირად არ უყურებ ყველაფერს. ხო, ანუ იცი, როგორ შეგძება მაგიცი რომ ანუ ის მომენტი რომ აქ ადრე ვიყავი და ეხლა რომ დაუბრუნდი, აი ხოთი სოფელში რომ ჩადიხარ რა და აი ყველაფერი რომ გემოგენატრა და ანუ აი რომ ეხები, ეგეთი ყველაფერი მომენატრა. შეიძლება რომ ჩემ ოთახში უნდა აი ეს ძალიან მინდოდა აი ამის ნახვა. მე თეო უნდა ნახვა მე ჩემი ოთახი. ხახვის ჩას ხო. რომელიც ძალიან მომენატრა. ო, როგორი ცარიელია. აუ ძალიან მენატრება. ძალიან მოხდებოდი აქაურობა. ვაი. დედა ჩემი ვნახე. სალამე, თანა თახში ვიყავი. რატო თოლიენიო. სმაილიკი ხოდა. დააკვირდით კამერაში, მეგონი ციტაკა დაიკარგა და მიაქ მეგონი ავეჯი რაც ვერ წაიღო, ეხლა მია გააქვს. მოგესალმებით მეგობრებო, ორბეთის მწვანე სივრცეში. აი ჩატარდება დღევანდელი ჩელენჯის თამაშები. მონაწილეებს გაგყავთ ორ გუნდად. რადგანაც თამაშების პირველი ეტაპი იქნება გუნდური თამაში, ხოლო მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები უკვე ინდივიდუალურად ითამაშებენ. რა თქმა უნდა, გამარჯვებული გუნდი გადადის მეორე ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ. მოკლედ ძალიან სერიოზული ბრძოლა გელი ძალიან მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ბრძოლა, ლაიქ-დისლაიქის მოსაპოვებლად. გაქვთ თუ არა გამორჩეული ფავორიტი, ვისაც გულშემატკივრად გაკოება? რა თქმა უნდა, კი. მე გულშემატკივრად ბიჭებს. მე გულშემატკივრად გოგოებს. მაგრამ ხილას წარმატებას მოსურვებ, მაგრამ რა თქმა უნდა, სალომე. მზად ხართ ბრძოლის? როგორც ხედავთ, კენჭისყრის შედეგად მივიღეთ ორი გუნდი. ლურჯები და ყვითლები. ლურჯ გუნდში შევიდნენ გიორგი და პატრიკი. და გოგონები ყვითელ ესპერი გიგი. სალომე და ანი.
ვამნაწილდით გუნდებად და მე და ანი მოხვდით ერთ გუნდში. მაშინ გამიხარდა, იმიტომ რომ საკმაოდ მოქნილია, თან სპორტულია. ძლიერი ვარ და თან სწრაფი. პირველი ტურის პირველი თამაშია გიგანტური ბარიერი. მოგებული იქნება ის გუნდი, რომელიც პირველი გადავახავს ამ დაბრკოლებებს და ამ თამაშის მოგებული გუნდი მიიღებს 10 ქულას. მეგობრებო, გზად ხართ პირველი შეჯიბრებისთვის? აბა! Let's go! Let's go. 2 3 ახლა მეორე ტურის ჯერი არის, რომელსაც თქვენ მხიარული თხილამურები. დავაით. როგორ ნიხარია? მოკლედ ამ თხილამურებით ვინც მივა ფინიშის წითელ ხაზთან, ის იქნება გამარჯვებული. 3 2 1 მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა, მარცხენა. აგვერია. მოკლედ ბიჭების გუნდი არის ამჯერად გამარჯვებული და თქვენ მიიღეთ სრული 10 ქულა, გოგოების გუნდს კი 5 ქულა. გილოცავთ ბიჭებო. და ვემზადებით შემდეგი ტურისთვის, რომელსაც ქვია მძიმე თოკები. აბა კასანდრა. გოგოებმა მიიღეს ყვითელმა გუნდმა 2 ქულა, ეს იყო არის მოპოვებული 2 ქულა და ბიჭების გუნდმა მოიპოვა 3 ქულა გიორგის წყალობით. მოკლედ მეგობრებო, ამ ტურის ბოლო თამაშის წესებს აგიხსნით მე. თამაშობს 2 გუნდი რიგის მიხედვით, თითოეული მოთამაშე აშენებული კოშკიდან იღებს 1 ბლოკს და ათავსებს კოშკის თავზე. თამაში გრძელდება კოშკის დანგრევამდე, დამარცხებულია ის გუნდი, ვისაც კოშკი დაენგრევა. დაიწყეთ. ნელა უნდა გამოაძრო ძალიან. ნახოთ ახლა სალომეს სტრატეგია არის საინტერესო. აჰა, სალომემ დააზღვია უკვე. ვირჩევ ჩემ ტაქტიკას, რომელიც არის ყოველთვის რთული, მაგრამ ყველასთვის ჩემთვის საინტერესოა ყველა მონაწილეს რთული. ნახე, გიორგი მოკლედ წირავს. შუა შეგიძლია ანი გამოაძრო. მარცხენა მხრიდან გამო. აი, პატრიკმა წადურო. მოკლედ ბიჭებს აქვს ძალიან სერიოზული სტრატეგია. ძალიან ჭკვიანურია, მინდა გითხრათ. თან ნახე როგორ გემრიელად ვეცადე ჩემი სტრატეგია მქონდა და ძირითადად უფრო სტაბილურ სიტუაციას ვქმნიდი. აი, ყაჩა, გიორგი, მე შენ ადგილას.
როგორც ხედავთ, ანის დაენგრა კოშკი. და გაიმარჯვა ქაოტურმა სტრატეგიამ. ის გუნდმა, გიორგიმ და პატრიკმა მოიგეს ტურის სახელად ჯენგა. ამოდით ახლა დავწერთ. გიომ კოშკი დამინგრია. ჯერ სიყვარულის, მერე ოცნების და მერე ჯენგას. გოგოები 5 ქულა და ბიჭებს 10 ქულა. გამარჯვებული გუნდია ბიჭების გუნდი. ახლა კი გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, სადაც ბიჭები უკვე იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები და განაგრძობენ ინდივიდუალურად ბრძოლას გამარჯვებისთვის. გიორგი, პატრიკ, განლაგდით თქვენს ციყვის ბორბლებთან. ამ ტურში დაგჭირდებათ ციყვის სისწრაფე, მოხერხებულობა და მოქნილობა, რადგანაც ვინც პირველი მივა დანიშნულ ადგილამდე, ის მოიგე. იწყება ბედის ბორბალის ტრიალი. 1 2 3 წავიდა. ჯერჯერობით გიორგი იგებს, როგორც ხედავ. რას გადაუხვია? ნახე როგორი ბრძოლა მის გამარჯვებული. ტრიალებს ბედის ბორბალი ტრიალებს. გიორგი, ერთით. ჩემი გიო იყო დიდი ციყვი. მე მგონი ეს იყო ყველაზე სიმპათიური ციყვი, რაც მინახავს. გიო იყო ციყვებთან სარდალი. სუ ხუნეშით მოვიდა. ძელი ის მოიგო. ვაიმე გიორგია ცუდა დროზე დელების აპარატი. მე ენერგია აღარ მაქვს, ციყვი არ ვარ. ციყვის ბორბალი შეატრიალეს, თითქოს ბედის ბორბალი იყო. მე მგონი მართლა ბედის ბორბალი იყო. ციყვი აღმოჩნდა გიორგი, პატრიკმა მიიღო 5 ქულა და გიორგი რომომაც უციყვეს ყველაზე სწრაფად ატრიალა ბედის ბორბალი მიიღო 10 ქულა. ლევანდელ ჩელენჯში გაიმარჯვა გიორგი ნაზრაიძემ, რომომაც მოიპოვა დამატებითი ხმა ფალინძელი აუთსაიდერების გამოვლენის ცერემონიალისთვის და ეს ხმა ლაიქი იქნება თუ დისლაიკი ჯერ არ ვიცით. მოკლედ დღევანდელ თამაშებში გავიმარჯვე, იმიტომ რომ გიორგი ვარ ნაზღაიძე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვთამაშობდი. მოკლედ მიხარია, ბედნიერი ვარ, ან ლაიქი მაქვს, ან დისლაიკი, რომელიც ალბათ შემიყვანს სამეულში. კარგით, აი ასეთი საინტერესო, სახალისო და საკმაოდ დამღლელი იყო დღევანდელი თამაშები ჩვენი მონაწილეებისთვის. მათი გულშემატკივრებისთვის და ძალიან დიდი მადლობა გოგონებო გულშემატკივრებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ლიზი, როგორც ხედავ, შენ მადლობა, კარგად იმუშავა. დაბრუნდით. შესანიშნავი დღეული საქცია. როგორ მოხდა ჩვენი შარაშულად გადა. აუ რა მაგრაცივა. მაგრამ საჭმელი ბავშვებო. ეხა ავიდა საფეხბურთოში ჩამოვიო და დღევანდელი ჩელენჯის დროს საშუალება გქონდა გამოვაპარაკებოდით ძველ მონაწილეებს და მე დაველაპარაკე ქეთის. რა ხდება ქეთი გარეთ ისო გლანცხოვენ თათხავენ? იცი რა, როგორც ნერვიულობ, ეგრე არ გლანცხოვენ და ეგრე არ გთათხავენ, იმიტომ რომ შენ ძალიან უღრმავდები და ძალიან იძაბავ თავს. გავუზიარე რა მაწუხებს, რაზე ვნერვიულობ. ყველაზე მეტად რაც ამ ეტაპზე მაწუხებს არის ჩემი და თეოს ამბავი. იცი რა სიმრალეა, ლაივზევე რომ არ ვთქვი რეალურად როგორ იყო და რა იყო. რეალურად კი ვთქვი, მაგრამ არ ბოლომდე არ ვთქვი. ბოლომდე და ესე სიღრმისეულად არ ვთქვი და გავუფრთხილდი ადამიანს და ეხა კიდევ ნახულობ ვიდეოებს, რომ აი არ ჩერდება, თეო არ ჩერდება. არ ვიცი, მე კიდე იქ შიგნით ვარ და ტელეფონი აი რავი დღეში 1 საათი მარტო და ისიც აი რა უნდა გავაკეთო. პასუხს ვერ ვცემ, ვერ ვხსნი. ის არ წყვეტს
ლაივებში ჩემზე საუბარს და მე აქედან საშუალება არ მაქვს რომ პასუხი გავცე, ფიზიკურად ტელეფონი არ მაქვს და ეს ძალიან უსამართლობაა. აქამდე თუ ისე მოვედი რომ არ ვთქვი და გავუფრთხილდი, ბოლომდე მაშინ მოდი არ ვიტყვი რა, იმიტომ რომ თავის დროზე რომ მეთქვა, ეხა ესეთი ჰეითი არ. ხო, მაგრამ ნახე, მე შენ როდის გაფრთხილებდი გახსოვს? შენ თავზე იფიქრეთ ხო? აბა ვიზე ვფიქრობდი? ყველაზე სალომე შენი თავის გარდა. გავარდნილ კონკურსანტზე და არჩენილზე, რა ვიცი, ვაფშე ყველაფერზე. ხო, მაგრამ ძალით ხوار გამ. და ხო ხედავ როგორ შემოგიტრიალდა. გონია რომ მართლა გაჩალიჩებულია ეგ ყველაფერი, იცი შენ ეგ დღეს რო თქვა? გუშინ თუ დღეს ლაივში გავიდე და თქვა რომ ეჭვი მეპარება რომ მაგეთი გაჩალიჩებული არ არისო. ამდენი რომ აი აქ ელაპარაკა, რასაც ეხლა ლაივებში განეხილავს და რა თემებსაც ეხება, ყველაფერი ალბათ სულ სხვანაირად იქნებოდა. აი თავი მგონია რომ აი შუაში რო ვიყავით სადღაც აი შუა ნაწილში პროექტის, აი იქ რო იყო ესე ძალიან გამძაფრებული სიტუაცია, იქ მგონია კიდე თავი ვერ დაწყნარდა. ჩემი მიზნები მაქვს რაღაცა ვცდილობ რაღაცა გავაკეთებ, ჩემი სათქმელი თქვა ის ზუსტად მაგ მომენტში იმენა სწორ გზაზე ლოდები ჩამომისვიდა. რა მე პროსტა მიტყდება რომ ამ ყველაფრის ესე ახსნა გახდა საჭირო. ნუ კითხულობ ნურაფერს ვაფშე, იმიტომ რომ ძალიან სტრესავს და მე რაღაცეებზე ძალიან სხვანაირად იმაშობი, რა ქვია, უდგები სხვა რაღაცას, იკეტები, ან ნერვიულობ და საბოლოო ჯამში ისევ შენზე მოქმედებს მე რა ეგ. მაკრიღა. მე მიყვარხარ. ძალიან მენატრა. სალომე მოდი აქ. ეს ხო არის გაურეცხავი არ. კი არ გეუბნები რომ გაურეცხავი არ არის. ეკრანიდან რომ უყურებ სახს, იმდენად დაძაბული და ესეთი სიტუაცია გაქვს ზოგჯერ, რომ აი მართლა ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ იყა იქ არ ვარ თქო. მეც გილოცავ და მადლობა. ხო, ძალიან რთულია, ნამდვილად ყველა ისე გასული მონაწილე ამბობს იმას, რომ გარედან უფრო ჩანს, რომ სახში არის ისეთი ძიმე სიტუაცია, ძიმე აურასავით, კი არ ვჩხუბობთ, მაგრამ ძიმე აურა, მართლა ზოგჯერ საერთოდ არ ვჩხუბობთ, მაგრამ აი დაძაბულობა იგრძნობა ეკრანიდანაც, ისეთი ენერგეტიკა ტრიალებს. მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების სახში და ერთ-ერთი მთავარი თემა იყო თეო და ლიზის წერილი. ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე რასაც გიყურებთ, ვთვლი რომ ყველაფერი ძალიან სწორად გავაკეთე, იმიტომ რომ მაყურებელმა მაინც ყველაფერი დაინახა. თუნდაც აი ეს წერილის ამბავი რომ შევაფასოთ, ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი, იმიტომ რომ მაგ წერილის გამოჩენა, არ გამოჩენას როგორც ვხედავთ, აზრი არ ქონდა. ანუ ადამიანები გაიგეს მაინც რაც იყო რეალურად ყველაფერი წერილიც ნახა ყველამ, თუმცა მგონი არაფერი არ შეცვლილა. მეც იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ ამ წერილს უბრალოდ ჩაეჭიდნენ ზოგიერთი მონაწილე და ლიზის საწინააღმდეგოდ გამოიყენეს ეს. წერილი დაიხუიეს თითი და გაგაგდეს შენავის დაბა. ხო, ესეც დაინახა ყველამ, ამიტომ მე არაფერზე საერთოდ გული არ მწყდება. ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო წასულმა მონაწილეებმა ესე რომ გამომხნევეს და გაგვამხნევეს. წიწაკას მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მოვიდა და გვერდში დამიდგა. ერთი პერიოდი რომ ძალიან აჭრილი იყავი და რაღაცა და ვაიმე და მე დაჟე მოხწერე შენ არც კი ნახე, იმიტომ რომ სადგეცალ ეხშე. მაგრამ აი ის ანი რომელიც თავიდან შემოვიდა და როგორიც იყო, აი ესანი უნდა დარჩეს სულ, არავის არაფერში არ უსმინო რომ შენ აი ესე იცეკვე და კუპალნიკებით იცეკვე და ხალხი გაგიჟდა და ასე შემდეგ, ანუ შენ ესეთი ხარ ხვდები და რატო ვიღაცისთვის და რაღაცისთვის რატო უნდა შეიცვალო და რატო უნდა იმართლო თავი რომ აი მე ესე არ უნდა მეკრა თუ ისე, ანუ ხო ხვდები? არა, ანუ ისე გააგრძელა როგორც დაიწყე რა და ძალიან კარგად მიდიხარ და მე მომწონს შენი პერსონაჟი ძალიან, ანუ პერსონაჟი რა მხრივ, აი როგორიც ხარ, ახლა მე ეს პერსონაჟი ვარ ესეთი ვარ, ხო ხვდები? ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ხარ ნამდვილი და მართალი შენ თავთან და ყველასთან ვაფშე რასაც აკეთებ რა, ანუ ნახე შენს საქციელზე პასუხისმგებელი ხარ ყოველთვის. და ეგ ჩანს კარგად, აი ეგ არის კარგი რომ ჩანს. ხო და აფერისტი კიდე არ ხარ. არ ვარ. ვაფშე არ ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია ძველი მონაწილეების ჩვენთვის მხარდაჭერა. მაგას უყურე და აი თან ყველგან ხო მაგას ამბობდი რომ არაფერისტი და ანუ რაღაცა და ანუ აი არ უნდა გჭირდებოდეს მტკიცება და რაღაცა მართლებები რა, მაგრამ ანუ გიწევს ადამიანს. ხო და ხო კი.
ანი ეხლა ცოტა ხნით სახში წავალ, ჩემს დედიკოს მოვინახულებ და დეიდას მოვინახულებ, იმიტომ რომ ეს ძალიან მოსაჭიროება ხვალინდელი დღისთვის ცოტა რთული დღე რო გვაქვს, მინდა რომ გამომხნევონ და გვერდზე დამიდგნენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ყოველთვის არიან ჩემს გვერდით და დარწმუნებული ვარ ისეთ რაღაცეებს მეტყვიან, რომ მე გამომადგება. რომ და ჩავიცხო შაბათს. მაგაზე ფიქრი ტვინი. ამჯერად რის ფორმას აპირებ. ექიმი არ ყოფილხარ. ხო აპირებდი. გვარ არ მინდა. ფორმაზე კი არ არის. ანუ იდეები გამომედია. იუნიკორნი ჩაიცვე, იქ ხوار გწმია, ხო არის. და მოკვდები მაგაში. მენამ ცუჩი მოგ. და ავარჩიო რა შეიძლება. ბოლო კვირა ალბათ როგორი მაინც სტრესული იქნება, რომ აი ბოლოა რა. პირიქით. მე გაიწელება, ეგრეა ბოლოს ყველაფერი იწელება. აი ის ერთი კვირა ხდება ერთი თვე. აი მე დღეს ეს თამაშება ძალიან დამღალა, აი სვეტში ძალიან დამღალა. ამ რგოლში ზაზუნა თუ ციყვები თუ რა ვიყავით, ციყვები. კატასტროფა იყო. მე ვფიქრე სახე ამეხეოდა რომ დავეცი. არა, იმის კადრები წარმომიდგენია იმაში, რომ შევარ პირველი. ნაბიჯებს კი არ ვადგავდი. აი ესე ვეხეთქებოდი. აი როგორი შევხვდი? სათვალ ხო სახით შევედი და პირდაპირ ეს სახე დავარტყი ამას და ეს სათვალე მიმელეცა ზემოთ. ზემოთ რა მომივიდა? ხოლმე ჩაცურებული იყო, მუხლები ათო გადამეგლია. სახი წავედით ის. იმიტომ აქ მუხლები. ეს ანუ ესე უნდა ჩასულიყავი და მე შვერე და ეს წავედი და ანას გადავასწარი, მაგრამ მეორე კიბეზე ხო მე დავინახე რომ ჩამოყვი და მე გელო ვიყურებოდი სად არის სავდექი სახი წავედი მე აღარ მოვტრიალდი ხო მაგრამ მოდიოდი უკან ძალიან ისე შეხდა იმ იმაში ხვრელში ვეცად ეს მოვასწრე და გაქრა ძალიან ცოტა დრო დარჩა ერთ წუთში ვიქნები სახლში და მოვედით ჩემს უსაყვარლეს უბანში ორთაჭალა ამხნევებს ორთაჭალის ტურფას ეხა სახში მარტო დედიკო არა იქ ჩემი დეიდაც მხდება როგორ მომნატრებია ჩემი ორთაჭალა და ჩემი უბანი Хорошо, Николай. აი ორთაჭალის მაგარი ბიჭები რა შვებით რა ხდება უბანში? მოგენატრეთ? ეხლა ვნახოთ რა იქნება ხოლმე დისლაიქის და ლაიქის დასახელებაა და არ ვიცი. ერთი სული მაგიდა სახიოდი შევალ და დედიკოს როდის ნახა. დავე პრენკი ხوار მოგვიწყლანი თვის? კი, ჩვენ რო გვინდა. რომელ ოთახში ვიმარებთ რა გადაწყდა? ვიმარებთ არა არ უნდა გამოვიდეთ. აი ამ ოთახში. არა, ამ ოთახში შევიდეთ, აი სალომეს გვერდზე ოთახში. კარი კი არის კეტება, მაგრამ მივაწვეთ რა, თუ ჩამოწევს, მივაწვები და ვერ გააღოს. მე გაიყვეთ ფრაზებს ახლა. სად არიან ტო? ეგრე. რა არიან ტო? სად არიან? შვებით. რა ხდება? მე დაიწყე. პატრი, გიორგი, სალომე. დანი წავიდა სახლში და დავრჩით სამი მონაწილე თელს პრაიმ ჰაუსში. რა გავაკეთოთ, რა გავაფუჭოთ და ანის გავუკეთოთ პრენკი. ოღონდ რა დაბრუნდება. ესე მოვიფიქრეთ. რა დაბრუნდება. დავიმალებით ერთ ოთახში ყველა. და როცა ანი უკვე დაგვიწყებს ძებნას იმისთვის რომ რამე ვითამაშოთ, იმიტომ რომ თამაშების გარეშე არ შეუძლია. ვერ გვიპოვის რა მოხდება? გაგიჟდება. აი ხა ნაკოლი მომეცი. შემოვედი, ამიდგა, სად არიან? საკიდია, სად არიან მონაწილეები? ის უიტყველი, აი ხა ნაკოლი მომეცით, სად არიან მონაწილეები? დედა! მოვედი. მენელა პიტი გარგანო. ესე იგი ჩვენი ხვალე დისლაიქის და ლაიქის დასახელებაა და ძალიან უნერვიულობ, იმიტომ რომ აი დიდი ბრძოლა შეიძლება მოხდეს. გადაწყვეტილი გაქვს შენ? ვის დავასახელებ კი? ცოტას კი უნერვიულობ, არა უშავს.
ნერვიულობით ვერაფერს ვერ დაალაგებ, ამიტომ ცოტა დაწყნარდი და ისე დაალაგე ყველაფერი. ეს კარგია რომ გაქვს უკვე გადაწყვეტილი და არ მერყევ. ეხა ისეთი მომენტია ჩვეულებრივად შევძლებთ, რომ ანუ ნებისმიერ ადამიანს დაუწეროთ დისლაიქის და ლაიქის, ანუ არა, მიზეზის გარეშეა ეს ყველაფერი. არა უშავს, მან ძალიან დიდი ბრძოლა იქნება. შენ და გიორგის შორის იქნება უზარმაზარი ბრძოლა. აი როგორც მაყურებელი მე ისე ვამბობ. ხო, სადაც აქამდე არ მიმატოვა ღმერთმა, ამის მერეც არ მიმატოვებს. რა დამიშავებია რა? არაფერი არ დაგიშავებია შენ. რაც იქნება და როგორც იქნება ღირსეულად. ბოლო ჯამია. ღირსეულად. არა. არა. შენ არ გახასიათებს, მაგრამ მაინცდე. ზოგი სად არის, ზოგი სად არის. მე და შენ უნდა ვიყოთ ფინალში. ვის ასახელებ ლიზი ხვალ? დედა. არა უშავს. ამ შენ არ ყოფნაში მე სხვათა შორის 1-2 შარვალი დავკეცე. დი, გაჭიროება მანახე და გაქცევას განახებული. რა მიღწევა გაქვს? იცი რატო ვაკეთებ მაგას? რომ მე არ თქვან რომ რანაირი გაზარდელი ყავს დედამისო და ის კი არ იციან რომ დედაჩემს როგორ ყავარ გაზრდილი მე. დიდი ხანია ფრჩხილები არ დამიჭრია. დამაჭრი? კიდე დაგაჭრა? დამაჭერი. დაგიქლებოთ არ? არა, დახლებით არ მინდა. ანასუნას იმის ბაკისტენა. ანის უკეთებდით პრანკს, ის რომ ჩვენ და სამივე დავმალულიყავით და ანის ასახში არ უნდა დავხვედროდით. არ გამოგვივიდა ეს, იმიტომ რომ ორივე სალომე და პატრიკი არიან აბაზანაში, გადავწყვიტე რომ სხვანაირად ცოტა მოვიფიქრე ესეთი რაღაც, რომ ვითომ ვეჭყობეს სალომეს და ეს კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ გავიქეცი და დავტოვე ჩემი ნივთები ყველაფერი და ვიძახე რომ პროექტში აღარ დავბრუნდები მე და ნახოთ რა გამოვა ამ ყოველებისგან. ანი განიცდის თუ არა და იჭყობებს თუ არა, ეხლა ავიდა და ვეთქვი. მე ხა ჩემ მიკროფონს დავაგდებ ეზოში და დავიმალები. რომ მოვა ხო იკითხავს რა შვებით ხო იტყვის გიორგი სად არის? შენ იტყვი რომ სალომეს და გიორგის მოვიდა კონფლიქტი დასახელების გამო და გიორგი ისე აიჭრა რომ ალეცა აქაურობა და წავიდა ეზოში დავყრე მაგიდას რაღაცებს ამოვატრიალებ. არა, თვითონ გაიქცა, თვითონ. წავიდით ეხა სალომესთან. სალომესაც იგივე ინფორმაცია უნდა მივაწოდო. სალომე! ვითომ მე და შე ვიჩხუბე დასახელების გამო, მე ავლეწე მაგიდა და სკამებს ეხა ეზოში ამოვატრიალებ და ვითომ პროტესტის ნიშნად წავედი და დავტოვე პროექტი. ესე და მე ეს უნდა გაიყაროს ესე. ეს კიდე ესე ეგდოს. მოაწყე ინსცენირება, ვითომ ჩხუბი მოხდა ეზოში, გადავატრიალე ვითომ წივილი კივილთან ეს რკინის მაგიდა და სკამები ავთოს მე ძალიან მძიმედ ახსენდება მონაწილეებს. ეხა მე წავალ დავიმალები, სალომესო დაუკაკუნებ, სალომე იტყვის რომ ჩემთან მოვიდა დასახელების გამო კონფლიქტი და ვერ გაიგეს რატო მოხდა. პატრიკი ცალკე კიდე დაამატებს თავის დრამას და ნუ მოკლედ. ეხლა დაბრუნდები სახლში. აბა რას ფიქრობ რა უნდა ქნა? რა არის ჩემი რჩევა? კვინაც უნდა მოვიქცე, არ ვინერვიულო არაფერზე. პირველ რიგში არ ინერვიულო, არ დალევ, არ ინერვიულებ და ინტრიგებს ძალიან გთხოვ, ინტრიგებს არ აყვე. ხალხი ზოგი კი ამბობს იმას, რომ რა ასწავლეს, როგორ ასწავლეს, მაგრამ ჩვენ რაც მთავარია ის გასწავლეთ ჩვენ ცუდის და კარგის გარჩევა. ხო გასწავლეთ ეს? ბაზარია. ასე რომ ჩემო საყვარელო მოიქეცი ყველას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე. მე მგონი ძალიან დამეგვიანდა ჩემი წასulis დროა. როგორც მოსულით გაგახარეთ, ისე წასულით გაგახარებთ ეხა წავედით ამ. ესე იგი, გამოვედი ჩემი მშობლიური სახლიდან და მივდივარ ჩემს პრაიმ ჰაუსში, ალბათ მელოდებიან, იმათაც მოვენატრებოდი. მე ხო ძალიან საყვარელი ვარ და ძალიან თვილი ვარ და ალბათ მოვენატრე. ალბათ, არ ვიცი. ახლა წავალ და გავიგებ მოვენატრე თუ არა. მე მომენატრენ ეს ჩემი საყვარელი ბაიები. ეხლა ვიმალები და ერთადერთი დასამალი ოთახი ისეთი რომელშიც გონია რა შემოაღებე და თუ შემოაღეს მე ამას ეს მოხურა ვიქნა მიმოწევ არის ეს ოთახი რომელშიც არ შევდებ შეგიძლია ჩუმად გაიხედო და დაინახო რა ხდება პანჯარას გამოვაღებ ეს რთული მისია მაგისრია არ უნდა გამეცინოს უნდა გავაკეთო ჩხუბის იმიტაცია ვითომ აქ მთელი ამბები მოხდა და აი არ ვიცი როგორ გამომივა იმედი მაქვს რომ აი არ გავიცინებსა გონია რომ საინტერესო პრანკი გველოდება გონია რომ ანი გაბრაზდება ანი იფეთქებს და ატყდება აქ წივილ კივილი
დედაშვილს არა იყო ხელში რო იტყვენა თქო. ვიმალები მე მორჩა, კარგად იყავით. ჰელო მოდ ესე იგი ვიყავი სახლში, ჩემი დედიკო მოვინახულე. ნახე, სახლსაც მოვენატრებს მშვიდობა, ხო ხედავ? ესე იგი, ენერგიებით ავსებული დაუბრუნდი პრაიმ ჰაუსში. და იმედია ბავშვებსაც მოვენატრე და იმედი მაქვს რომ ჩემს გადაში არ მოიწყენდნენ. ჯუგა რა ცივი რა ეს? წამო ფიჩი. ეს რა არის ახლა? შენ გაკეთე ბიჭო? გაფრინე სულ გაგიჟდიტო. რანაირად ქენი? ჰა? რა ესე იჩხუბეს რაღაც მაგიდები ყვაყარეს ერთმანეთს როგორ და ის რატო ჩაკეთ? ანი მოვიდა, ამოდის საძინებელში, მე უკვე სახეს ვალაგებ და ვცდილობ, რომ არ გამეცინოს. რა შვები? შეშვები. მე ხა მოვიდი სახში, შევიყავი. რა მოხდა, არა, მომის რა ხდება? კარგიტო? რა მოხდა? არ ინერვიულა. რატო უწერ 12 ლაიქს? გიო სად არის? წავიდა. რა სისულელეა თო? რა ანუ თემა ის ეს არა რა პონჩი უნდა იმას გეკნათ ესე. სხვა რამეზე იჩხუბეთ? და მე მოყვა მას თუ როგორ იყო? მიყურებს ანი თვალებში. აშკარად ჯერა, რასაც ვეუბნები. მაგრამ ვერაფერს ვერ ამბობს. როგორ დაიწყო და გავაგრძელა. ან ვისასახელებ, ვასახელებ, რა ვქნა? ბაზარი არა. ანუ 4 კაცი ვარ დარჩენილი, რა მნიშვნელობა აქვს? და თვითონ ვერ გითხრა რომ თუ შენ ასახელებდი გიორგის, მეც ვასახელებო ეთქვა. ანუ მაგაზე ხო არ თავზე დამამხო და წავიდა. ძალიან დიდი მადლობა. ხო, თავზე დაგამხობ წავიდა. ხო, ესა. ანუ რამე იყო გაბაზებული არც კარგი დამოკიდებულება. всё, აღარ მაინტერესებს. იქნება სხვა რაღაცაზე იყო რა ვერ გაბაზებული. ჩემებიც მყოფნის და იმ მართლა მე დავიყალე უკვე აღარ შემიძლია. ვა. სანამ გიოს არ ვნახავ, მანამდე ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. თუ დაიწერება ახლა მესამე გაფრთხილება. წავაღობში. მობრუნება აღარ უშველეს. მე უფრო და უფრო შევდივარ ჩემს როლში, დაჩაგრული ნაცემი ქალის როლში. მოცე ფეხზე ვიყურები და ვხედავ, რომ დალურჯებული მაქვს. ვის დაბრალდება? გიორგის. ამას უყურა. რა. ამას უყურა. რა. რა გიო, ხელი დაგატყატო? არა, მაგიდა დამეცა ზედ. აუ ეხა. ძალიან ნერვიულებული იყო? თუ ძალადობა არა. რა არა, მიიღოს მესამე გაფრთხილება, ხო? და მორჩა. ესე ვერ გაგიჟებოდა, არ არის კაცი. დავშვიდება და მოვა ალბათ. გინდა რამე შენ? წამალი თალია რამე თუ გინდა დამამშვიდებელი ან რაღაც რა ვიცი მე. კაიტო ვის არ უჩხუბია ამოდი და მეჩხუბე. და ნერვებს დაიმშვიდებ თუ გინდა. მოვა მე ხარ რა პატექთან გადავა. ვაი მე ძალიან ცუდად ვარ. პატრიკ! გამოდი ერთი წუთი რა. საქმე მაქვს.
არ გესმოდა ჩემი ხო? ვსვათებდი, აქ ალაპარაკეთ. აი, პატრიკთან გადავიდე. აი ამაზე ვთქვი რომ მაგითა დამეცა თქო. აი ამაზე. აი გეუდა ჩარო ჩაქცეო დაგიმართა გეუდა დაიჯერ. ბიჭო. რა მოხდა? რაღაცა როცა საუბრობთ თავს საინტერესო რა ვიბი გაასახე. და საუბრობთ ხარ გიორგი და დავასახელო და მე საუბრი გაგიჟდა რა. ოქნა. ამჯერა. სანამ გიოს არ უნახავ მე არაფერს არ მჯერა ოღონ მას. რაღაც სიაფანდი ბაზარია. ეს კაცი ესეთი კაცი არ არის რომ რაღაცა იყოს. დროის ფაქტორი, მედიტაცია, ესე საჭიროებსო. რა საჭიროებს ეს იძახის. ეხლა გიო ზემეუნება ანერვიულებულია, თუ აფორიაქებულია. მაგრამ იძახის რომ ესე საჭიროებსო აფორიაქება. ესე თუ საჭიროებს აფორიაქება? პატრიკ. ხო. მალე გამოხვალ? ხო, რა. დამოშვიდებელი სადგიდავს. როგორში მიხოთ, გამოგიდა, შე როგორ ხარ? როგორ ხარ? ცოტად. ხამერტო შენ მიშველია. ლაპარაკობ? რო ძალიან ცოტანი დავრჩით, ერთმანეთს ვავსებთ, ამას შვებით, იმას შვებით. რა ბაზარია ვაფშეტო? ეს არ არის კარგი. ვაფშე არ არის კარგი, საერთოდ არ არის ლამაზი. აუ პატრიკ, მითხარი რა სადგიდავს? რა ვთქვა ისიც არ ვიცი. ანუ რა ველაპარაკო ისიც არ ვიცი. მოვედი სახში ისეთი ამბები დამხვდა. ვარ გვერდით ოთახში დამალული და ვხედავ კაცს თუ როგორ ანი წერს ინტერვიუს და კაცს უკან ვარ მე გამოჯგიმული და ვიცინი ძალიან ბევრს. კი, იძახის პატრიკი ესე იჩხუეს, მაგრამ გიო არ არის ხვდები? გიო რო არ არის, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი და ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე გიოს სახე უნდა ვნახო. და გიოს სახიდან გამომდინარე მე გავიგებ რა მოხდა. ანუ ეხა ესე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე მაინც არ მგონია ჯერ ვიდეოები რო გავა, იქიდან გამომდინარე გამოვიტან აზარს. ანუ ესე ადვილი არ არის. არა და დღეს წესით ძალიან ჰარმონიული დღე უნდა ყოფილიყო. წესით. იმიტომ რომ არანაირი სავსემთვარეობა არ არის პირიქით. როგორ ხარ? გინდა რამე? შენ არ გაქვს დამოშვიდებელი? შენ ისე ყველაფერზე ნერვები თუ იშალე რა იქნება ეგრე საქმე? კარგად არ წავა. პეტრიშკა მოიხსნა და გაიქცა? კადრები არის ანი განიცდის ხან აივანზე, ხან ქვემოთ, ხან სალომესთან, მაგრამ სალომეს უნდა გადავცეთ ოსკარი, იმიტომ რომ სალომე გენიალურად და იმაზე მაგრად შეასრულა ეს როლი. ბრავო სალომე. მესმის გიორგის ხმა ეძახის ანის და მე უკვე ისე ვარ შესული როლში, რომ ახლა მთავარია გიორგის არ გაეცინოს. ანი ძალიან ნერვიულობს, არ მინდა რომ უთხრა ყოველივე ხუმრობა და ვეტყვი ახლა იმას, რომ ვითომ ვალაგე ბარგს და მივდივარ სახლში, გავაგზავნე ცოტა ხუმრობა. ანი! გაიშვები? ანი! მოვდივარ.
ახლა მინდა რომ სიტუაცია უფრო გავამძაფრო, ანი უფრო შევაშინო და გადავწყვიტე უთხრა ანის რომ ბარგის ასაღებად მივდივარ, რადგან საბოლოოდ გადაწყდა რომ მე პროექტი უნდა დავტოვო. რა შვები? რავი, ბარგის ასაღებად მოვიდი, უნდა დავტოვო. ეგრე ვერ ხოლმე. ნუ ეგრე გამოვიდა, რო всё. გარჩიცამი, გილოცავთ. არა. ნუ ეგრე გამოვიდა. არა, ეხლა ნუ აფუჭოთ. არა, ბიჭო. ეგრე გამოვიდა, ნუ ეხლა მე აღარ ვემშვიდობები ხარ მინდა ისინი მათთან დამშვიდობება და. ნებეთ всё. ისიც დასასრული. რაგინა დასახელება აღარ გიქნებათ. სამბო. კაგიჟდი ხო? რა მოხდა? კაგიჟდი, უბრალოდ კაგიჟდი. ჰა? კაგიჟდი? რატო გავგიდი, მორჩა всё. და რა მოხდა? არაფერი, დასახელებაზე ვიჩხუბეთ. საუბარ თქვა გასახელებად, მე თქვა მე რატომ ასახელებ მეთქი, მაინც ხო იცი მეთქი რო ეს და მოკლედ და მე ეს კამი მოვიშორ და მოხვდა ფეხში და ანუ სალომეს ბრალი არაფერი არ იყო, მე ემოციურად ავყევი ამ ამბავს და პატრიკი გვაშველებდა როგორც შეეძლო ყველაფერი იძახა. ეს არის უაზრობა, ეხლა შენ რასაც ამბობ. არაფერი უაზრა, რა პრობლემა. ასხუია ბიჭო, დახვიდე არა ის. მორჩა, всё, მივიდეთ, გადაწყვეტ. არავის ზარალი არ მოსული, არაფერი არ მოხსოლა და. კაი, აზრი აღარ აქვს, ეხლა უნდა გავიდე და ბარგზე უნდა შემოვიდე მე და მოკლედ всё. მოკლედ ჩემო მაყურებელო, თქვენი გიორგი გემშვიდობებათ. ალლა. ესეც ხდება. მე დღეს ტოვე პროექტს და სამეული რჩება. და იმინე ეს კიდევ ყველაფერს ხო ვაფშე? არ ვიკიდებ, არა, ნუ ეგრე გამოვიდა, მორჩა ხა. რამე სხვა მიზეზია და მაგას აკეთებ თუ რა ვერ გავიგე. სხვა ავთობს გავსი რაღაცის გამო გაუშვეს, ხო ხედავ. მეც გავსი რაღაცის გამო. მამჯერა. სულალე. კაი, წავედი, არა მაქვს დრო მელოდებიან გარე და შემოვალ მოკლედ ბარგზე და აბა შენიც ან გიორგიანის დაემშვიდობა, უთხრა რომ ტოვებს პროექტს. ყოჩაღანი, როგორ ყვარებია გიორგი? ჩემი აზრით, აქ რაღაც გაურკვევლობაა ჩვენთან და ეს ყველაფერი ესე ერთი ხელის მოსმით არ შეიძლება რომ მოხდეს. ეს ადამიანი არ არის ის ადამიანი, რომ ესე გაუშვათ და არ არის ლამაზი ის, რაც მაგალითად ეხა ხდება. ანუ გიო არის კარგი პრაიმ ჰაუსელი და ჩემი აზრით გიო არ არის მაგის ღირსი, რომ აქედან გაუშვათ. კარგად ხარ? წავიდა? ძალიან კარგი. ვეღარც მოbrunდება აქ საერთოდ. ვეღარც მოbrunდება აქ. შენ თქვი რომ გაგდება გინო და? მე ვთქვი რომ დისლაიქს უწერდი. კარგი, რაც გუშინაც თქვი და შენც იყავი. და ნახე. მე გაიგე. ხო, მაგრამ ანუ ამ კამათის მერე შენ თქვი რომ აი ესეთი რაღაც რომ წავიდეს ან რაღაც. ანუ ჩვენ თამაშობთ მოგებისთვის, ანი. ბიჭო, ბაზარი. უნდა გავარდეს, კი, ყველა უნდა გავარდეს. შენც იმას უნდა ფიქრობდე, რომ ყველა უნდა გავარდეს და შენ გაიმარჯვა. გიორგი არ არის ის კაცი, რომ ესე გააგდოთ. ხო? ანი ვერსეთი წამით ვერ მიხვდა, რომ ეს იყო ძალიან დიდი ხუბრობა. აბა რა შვებით? ხო არ გიჩხუბიათ? პატრიკს საერთოდ არ გამოსულა აბაზე. ანი გაგეხო. ვაიმე, გაფრთხილება ფეხი მომწყდა. აიმე.
აი ესე არ უნდა წახვიდეს სახში, აქ ბევრი რაღაც ხდება, ვიტომ 4 ადამიანი და ნახე 4 ადამიანში რამხელა ამბავი მოხდა. მე შემოვიდი იმედი რომ სალომე წაწუდეს მისთვის, ახლა მართლა სინიაკი არ დამარცხეს ამბავს ხელ. გადავთ ხო, ვიღადავთ. მოკლედ ანა ეს იყო ჩვენი პროექტის მე მგონი რომ წლის ხუმრობა. ყველაზე წარმატებული ხუმრობა გამოგვივიდა ჩვენ ეს და სალომემ შეასრულა მთავარ როლებში სალომე გიორგი ეპიზოდურ როლებში პატრიკი რომელიც აბაზაინდან ვერ გამოუყარეს და მთავარი ოსკარ ოსანიანი ოტანი მარიცოდა პრინციპი სახეობობა არ გამოვიდა ანი ნამდვილად განიცადა ეს ყოველივე და სასიამოვნო ადამიანი ესე იგი შენზე როგორ დაადო გოგო ეს გეღი მე ვეუბნები სალომეს და თავისი გამოსვლა ამ ფილმში ამოჭა და თეატრალში ეგ მიუწევს ჩაურთოს ეკრანზე უყურეთ და მესამე კურსზე დამეჯინეთ პირდაპირ როგორ მინდა რომ საერთოდ იქ ვითამაშო სპექტაკლში აი ნოუთს და გამოსულიყავი აბაზაინდან და იქნებოდი მთავარ როლში აქ ისეთი ექშენი ქონდა ბიჭო ახლა მეზარება და უცბად წამოხტომა და ჩაცმა და გამოვარდნა და დავიკიდა აუ ზუსტად ვიცი ახლა რა ისინი წამოვა აი ესე გვატყუებენ ამდენი ხანი აი ესე გვაყრიან თვალში ნაცას ტელეფონები მოვიდა 1 საათი ღამეა ჩავიდა მზე მე აღარ მაშინებს ახალი დღე თელი ამბები იყო ვიღლის ანას გავიღადავეთ ანას ისთან შეგიძლია ალბათ ჩემთან იმიტომ მე ვიყავი გასამოვა აუ ერთი წამი გაჩვენდი სტრიმს უყურე? სტრიმს თუ უყურე პრენკი იყო. ერთი წამი დამაცადა, ერთი წამი. ანის გაუკეთეთ, გავეხუმრეთ. დამშვიდი? ჰა. ხომ მთელი ამბები აწდა. ხალხო პროექტში ვარ, ეს იყო ხუმრობა, ანის გავეხუმრეთ, თვითონ რაღაცა მოხდა, სანამ ანი არ იყო სახში. ანის გომარებოდა გენახა ანგრევდა აკაურობა. შენ კი არა, ანი თქვა. მე რა ვიცოდი სტრიმზე თუ იქნება და. მე სტრიმზე თუ მე რო ყოფილიყო, ხალხი მწერდა გიჟვიდა. რა მოხდა გიორგი გაგვებინოთ? ანუ სანამ მიხვდნენ რომ ღლიცინი იყო, იქამდე დიდი ამბები იყო ატეხილი. კაი, ანის არ უნერვიული, ანის პრანკავდით და შენ რა დაგემართ. მოკლედ, სანამ ანი წასული იყო, გადავწყვეტეს რომ დაგვიდგა რაღაც ფრენკი, ძალიან უწყინარი, მაგრამ ისე გამოვიდა რომ რაღაც ნაწილი გავიდა სტრიმზე და ანისთან ერთად სხვა ადამიანებიც მოყვნენ ამ ყველაფერში, დაიჯერეს რეალურად. ერთი მხრივ ძალიან მიხარია, იმიტომ რომ პროფესიონალურად გამომივიდა ყველაფერი და ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ესე გულთან ახლოს მიიტანა, იყო ჩემი შეყვარებული კახი, რომელმაც მართლა დაიჯერა რომ იქ რაღაცა ხელი დამარტყეს, ფეხი დამილურჯეს, მაგი დამესროლეს და ასე შემდეგ. შარში ვარ მეგობრებო. რა მოხდა? რა მოხდა და კახი დამირეკა და დაიჯერა რეალურად რომ მოხდა ის ყველაფერი. რა ის მაგი დამეცა, ხა და ტელეფონში ვერ აუხსენი ნორმალურად ყველაფერი და ხო ეხა მინდა რომ ნახო და წესი რა. მე იმედი ხა ის გუნჩი არ გადავა, ჯობია წახვიდე ნახო. ისეთები ჩავიტნეთ აქ ხალხი ვეღარ იჯერებს რაღაც უწყინარ ხუმრობას. აი გიხლები სალომე როგორი მსახიობური ნიჭი გავს? არა, ერთი მხრივ დავაჯერე. აი მოკლედ, უნდა დავამშვიდო აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უწყინარი ხუმრობა არ გართულდება და დარჩება ისევ უწყინარი ხუმრობა. დამორჩა. ისეთი დამაჯერებელი გამოვიდა ჩვენი ხუმრობა, რომელიც იყო ანისთვის მიწვნილი, რომ ჩვენს კი არ გვიჯერა, რომ თელმა მაყურებელმა, თელმა საზოგადოებამ ვინც უყურებს Prime House, ყველამ დაიჯერა თითქმის და ატყდა დიდი ამბავი. ახლა უნდა გავიდე. იმედი მაქვს დავამშვიდობ, იმიტომ რომ ჩემს გამო ისედაც ძალიან ბევრი ინერვიულა და ძალიან ბევრს ნერვიულობს და ახლა ჩემი სურვილია რომ უბრალოდ ყველაფერი კარგად ავუხსნა, დავამშვიდო და მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება.
იმედია მოგვარდებიან და იმეს ვიტოვებ, რომ ამ უწყინარი ხუმრობის გამო რაღაცა პრობლემა არ იქნება და რაღაცნაირად შერიგდებიან და რაც მთავარია, ჩემი დამსახურებით ეს ორი ადამიანი, ორი საყვარელი ადამიანი შეხვდება ერთმანეთს. ხვალ იქნება ჩემო მეგობრებო მორიგი ძალიან საინტერესო დასახელება. ამის შემდეგ აღარ იქნება დასახელება, რჩება 3 მონაწილე. 3 პირდაპირ ჯდება უკვე აუთსაიდერების სკამზე და ის უკვე თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ და ჟიურიმ და შემდგომ რჩება 2 მონაწილე, სადაც უკვე თქვენ მიიღებთ მთავარ გადაწყვეტილებას. 4 შაბათს გელოდებათ მართლა ძალიან მაგარი გადაცემა. ბომბა იქნება. არა, ერთი წამი გამომხედარე. რამე ის ნაკლი მაქვს, რაღაცა რატო არ მყავს შეყვარებული? რატო არ ვარ ურთიერთობაში? მე და მე ყოველდღე რო გწევს რა შვები რა საკეთებ როგორ ახარ? ხა როგორ შემეფერება ხა ჩემი ასაკისა და ისე. ხა 24-ში დილამშვიდობის, შეყამშვიდობის და ამინი წვიმა წამოვიდა, გაიღიმე პატარა თუ რაღაც ეგრე ვინმეს მივწერო. გუში რა თუ ვერ დამირეკე და არ დამიმშვიდები. აი გასაშინდა. და ლექსები რომ მოდის ხომე? გარეთ ვიმეთ ამოვიდა. ეს სრემლები მაგონებს შენ თავს, რომელიც უჩემოდნება თუ რაღაც. ან ეს ქოქოსის კრემი ტანზე შეიზილე ბოლომდე თუ რამხელა რა სუნი გამოდის იცი მაგით. თუ ჭამე შენ მომავალში მეორე ნახევარს მიმართავ რომ ძალიან კარგი ვარ ურთიერთობაში. არ ვსვავ, არ ვეწევი. ფიჯო. მოწესრიგებული ვარ. კი ხედავთ. ჭურჭლის ეცვა გამონდის ფანტასტიკურად დალაგება, მაგიდები. სასწაულად გამა, აი ყველაფერი გამოდი, კი, კონფეტ. მეოჯახე ვარ. ცოტათი ფეთქებათი ხასიათის. მოკლედ, მომწერეთ. ვისაც ურთიერთობა გინდათ, სერიოზული ურთიერთობა. ვისაც გინდათ რომ აი პატარა გულე ამ 2 მეტრიან მამაკაცი და აი პროთ. მე ღმერთო გავგიჟდი. ვაი მე ღმერთო გავგიჟდი. რაზე ფიქრობ? შენზე ფიქრობ. რასთან დაკავშირებით? რავი, პროსტა ფიქრობ შენ. ვინსთან ერთად გინდა ჯდომა? შენთან ერთად ვინდა? რა ფინალსაც მოუხდებოდა ეგრე. რა კუთხით მოუხდებოდა? მე და შენ როზი ვართ ფინალში. ანუ რა იქნება სილამაზე? ჩემთვის იქნება, ანუ მე მესიამოვნება რომ ფინალში ვიждდებით ერთად. და მე ვიმღერებ ამ სიმღერას. ალალმე. აი მაგალითად ანის რომ მოწონხარ შენ და არა, ნუ იგონებ ხა სიცოცხლე. რა არის მათ სიცოცხლე? გიო, როცა ადამიანს მოწონხარ, ცუდი არ არის. ანუ მაგაზე აგრესია ნუ გაქვს. არა, იარმა ქალ აგრესიაში ვერ ახარ ხო იცი? ძალით არაფერი არ გამოვა, თანაც სულ გადადგა მთები მაინც არ გამოვა ძალით არაფერი. სიყვარული ძალით არ არის. არც მოწონებაა ძალით, არაფერი არ არის ძალით. You are the one that I will